შაბათის ფორმულას ჟურნალისტური გამოძიება შარტავას 75 ნომერში 2 დღე ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად მინისტრებისა და სხვა მაღალჩინოსნების საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ თაღლითური კოლცენტრია განთავსებული. გადაღებისას შაბათის ფორმულას კამერამ ღამის საათებში ახალგაზრდების აქტიური მიმოსვლა დააფიქსირა. კამერის შემჩნევისთანავე ადგილზე რამდენიმე პირი, მათ შორის სავარაუდოდ უცხოეთების თანამშრომლები გამოჩნდნენ, რომლებმაც ჩვენზე აქტიური დაკვირვება დაიწყეს. შაბათის ფორმულას საგამოძიებო ექსპერიმენტი მეორე დღეს დილიდან კვლავ გაგრძელდა. ადგილზე ჩვენმა კამერამ ჯგუფ-ჯგუფად მოძრავი კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა დააფიქსირა. კორპუსში მიმოსვლაზე დაკვირვების შემდეგ გადავწყვიტეთ შიგნით შევსულიყავით და გაგვერკვია თუ რა დაწესებულება იყო იმ საეჭვო ოფისში, სადაც ამდენი როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ახალგაზრდა მოძრაობდა. კამერების გამოჩენისთანავე ახალგაზრდები გაიქცნენ, სადეს სახის დაფარვა გაექცნენ ჩვენს კითხვებსაც. ამის შემდეგ ვცადეთ ოფისში გვეკითხა თუ რა დაწესებულება იყო ამ დიდი რკინის კარის მიღმა და გადაგვემოწმებინა ინფორმაცია. მოქმედებდა თუ არა ამ ოფისში თაღლითური კოლცენტრი. ინფორმაცია და კოლცენტრი არის, რითიც შეგვიძლია თამაზე. ერთი წუთით ხელი გაწიერ. ერთი წამით. სავარაუდოდ თაღლითურ კოლცენტრზე კითხვის დასმისთანავე კარი დაიკეტა და ოფისში თანამშრომლებსაც კი აღარ უშვებდნენ. კოლცენტრის თანამშრომლები ბრძანდებით. რატო გარბი ხართ ერთი წუთით? გავკეთე თავუკეთე თანამშრომლებსაც კარი და ავი. ამ კორპუსში განთავსებულ გაურკვეველ დაწესებულებასთან ჩვენ კიდევ რამდენიმე ხანს გავჩერდით, ვცდილობდით ადგილზე მყოფებთან კომუნიკაციას, თუმცა ოფისში არც შიგნით უშვებდნენ ვინმეს და არც გარეთ. იმ ახალგაზრდების ნაწილმა, ვინც ოფისიდან ჩვენ მისვლამდე იყო გასული და შიგნით შესვლა ვეღარ მოასწრო ყალის არების მიზნით, გადაწყვიტა გზა სხვა სართულებისკენ გაეგრძელებინა. კოლცენტრი აქ ჩვენი ინფორმაციით განთავსებული. რისი თქმა შეგიძლიათ? ზედა სართულზეც არის? აბა სად მიდიხართ? თქვენს გიყვირთ ხო? ხო. რომელ სართულამდე აპირებთ ეს სიარულს? არ მიპასუხეთ, არის თუ არა კოლცენტრი, თუ სხვა ოფისია, მითხარით რა ოფისია? კამერების გამოჩენის გამო კორპუსში არეულად მიმოფანტული ახალგაზრდები თავადაც დაბნეულები იყვნენ. შაბათის ფორმულა რეპორტაჟის გმირების სახეებს შეგნებულად ფარავს. აბა თქვენ სად მიდიოდით ახლა? თქვენ მეზობელთან ადიოდით ამდენი სართული, იმიტომ ირბინეთ რომ არ გადაგვავა კადრი და მეზობელთან არ ბოდით? მომაკვდა ბებიასთან არ ბოდით, ესე სირბილით რომ კადრი არ გადაგვავა, უხარ ფული. ადგილზე გამოჩნდნენ ისინი, ვინც წინა თუ მომდევნო ღამეს კამერის დანახვისთანავე კორპუსთან საეჭვოდ მობილიზდნენ. აქ ცხოვრობთ? ყველა ასე მეუბნება, ვისაც რამე ვკითხე და იცით რამე თუ აქ ცხოვრობთ, გეცოდინებათ რა ოფისია აქ? არ ვიცი. ესეთი ინფორმაცია გვაქვს და გვინდა გადავარდოთ. არ არის, მაგრამ ბანკი, საქართველოს ბანკი ვიცი. სად? აი გვერდით არა, აქ. სადა? აი აქ. ეს მაცხოვრებლები. არა ბატონო, აი ამობძანდით და კარს განახეთ. ხო, მაგრამ მაცხოვრებლები არის. საქართველოს ბანკის ოფისი. ეს არის საქართველოს ბანკის ოფისი. ეგ იყო საქართველოს ბანკის ოფისი იყო აქ და როცა მოვიდით, გადმოვიდით, რა ვიცი, იმის მე თუ რამე შეიცვალა. კარი ჩარაზეს, არაერთი მცდელობის მიუხედავად კითხვებზე პასუხი არ გაგცეს. ისინი, ვისაც ჩვენი გამოჩენის შემდეგ კარი ჩაუკეტეს და ოფისში შებრუნება ვერ მოასწრეს, კორპუსის სხვადასხვა სართულსა და ავტოსადგომზე მიმოიფანტდნენ. მათთან გასაუბრებით გავიგეთ მხოლოდ ის, რომ ნაწილმა სწორედ ამ დროს გადაწყვიტა ლანჩი პარკინგზე ჰქონოდა ან ახლობელი მოენახულებინა. ნაწილმა კი მანქანების უკან დამალვა იმით ახსნა, რომ იქ მაცხოვრებელი ან საერთოდაც შემთხვევითი გამვლელი იყო. ой, რამდენი ახალგაზრდა შეკრებილა და არა მხოლოდ ახალგაზრდა. არა, ვერ ვხედავ. მუშაობთ თუ ცხოვრობთ თქვენ? არა, ცხოვრობთ. მაშინ შეიძლება იცოდეთ. ჩვენი ინფორმაციით არის აქ კოლცენტრი, იცით რამე ამაზე? კოლცენტრი არის თუ არა განთავსებული თუ გსმენიათ? აქ მუშაობთ თქვენ? აბა, საჭმელს ჭამთ. როგორც ვიცით, აქ არის კოლცენტრი განთავსებული. იცით რამე ამაზე ხო არ გაგიგიათ? არა. აქ ცხოვრობთ თქვენ? ყველა აქ ცხოვრობს, ვისაც რამე ვკითხე. აქ ცხოვრობ გადაღებანი და რომელი? არაფერი არ იცით. და ხო
შეგიმჩნევით აი ახალგაზრდებულებს ისე მოძრაობენ ძალიან აქტიურად დღის და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. მოძრაობენ, მაგრამ არ ვიცი ასაკეთი. მაგრამ შეგინიშნავთ. არ ვიცი. თქვენ ხო არ ხართ ერთ-ერთი მათ შორის? მადლობა ნახო. არ მსურს ლაპარაკი. არ იცით თუ არ გსურთ ლაპარაკი? არ მსურს ლაპარაკი არ ვიცი. მე მგონი თანამშრომელი ბრძანდებით და ზევით აღარ უშვებენ, იმიტომ რომ ჩვენ ავედით და თქვენც აქ ელოდებით როგორც სხვა თანამშრომლები. შეგვხვდნენ ის ადამიანებიც, ვინც წინა ღამით შაბათის ფორმულას კამერამ ამ სადარბაზოში შესვლისას დააფიქსირა, თუმცა მეორე დღეს თქვეს რომ იქ პირველად იყვნენ. ხო არ იცით რა ოფისია განთავსებული აქ? პირველად ხავ. თქვენც პირველად ხარ? კი ერთად ხარ. ერთად ხარ ზევით? კი სტუმრად. რაცვა იყო ძალიან აგრესიული, აღარ უშვებდა თანამშრომლებს და თქვენს თანამშრომელი ხო არ ხართ და აღარ გიშვებენ ზევით. არა? არა, ველოდები უბრალოდ მაღაზიაში. კორპუსის მიმდებარედ მყოფმა ადამიანებმა თქვეს, რომ აქ არსებული სავარაუდო კოლ-ცენტრის შესახებ არაფერი გაუგიათ, არაფერი იცოდნენ, არც საეჭვოდ და აქტიურად მოძრავი ახალგაზრდები შეუნიშნავთ. პოლიციის თანამშრომლები თუ ცხოვრობენ, აბა ეცოდინებათ კოლ-ცენტრი თუ არის, არა? აბა ეცოდინებათ. თქვენ არ შეგიმჩნევიათ? მე არ ვიცი, რა ჩემსაკრეა, შემჩნევ ხალხი ბევრი მიდის მოდის. არა, აქედან განსაკუთრებით თვალშისაცემია, არ შეგიმჩნევიათ? თქვენს დასვაბრძანდებით? ველოდები საყვარელი. ელოდებით შეყვარებულს? 10-15 წუთი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ზევით ვიყავით და იმის მერე აქ არავინ გამოჩენილა, არც ერთი ახალგაზრდა. მათი ნაწილი ჩვენი ასვლის შემდეგ გაიფანტა და ვისთვისაც არ უნდა გვეკითხა, ნაწილი აქ ცხოვრობდა, ნაწილი საჭმელად იყო პარკინგზე შემოსული. ასევე აქ ადგილზე არის რამდენიმე ბატონი, რომლებიც ტელეფონზე საუბრობენ და აშკარად აწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, ვიმყოფებით თუ არა ჩვენ ისევ აქ. ვითარებას ადგილზე კიდევ რამდენიმე საათის განმავლობაში ვაკვირდებოდით, თუმცა იქ აღარავინ გამოჩენილა. ვაკაკონებს და შიგნიდან მოძრაობაც ისმის, თუმცა პასუხს არავინ გვცემს და გამოდის, რომ ფაქტობრივად თანამშრომლები ჩაკეტეს ოფისში. შესაძლოა სხვა გასასვლელიც არის, თუმცა ის უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიმეტრზე მას შემდეგ, რაც ჩვენ გამოვჩნდით, არანაირი მოძრაობა აღარ შეინიშნება. ექსპერიმენტის გასაგრძელებლად ჩვენ ადგილზე ამავე ღამით დავბრუნდით. გვაინტერესებდა ისევ შეიმჩნეოდა თუ არა თანამშრომლების აქტიური მოძრაობა და კვლავ იყო თუ არა ადგილზე გაურკვეველი პირების მობილიზება. შევხვდით იქ არაერთხელ ნანახდა შემჩნეულ მამაკაცებს, მაგალითად აი ამ ბატონს, რომელმაც ჩვენგან დასამალად ეს გზა არჩია. მან შუადღეს თქვა, რომ აქ ცხოვრობდა, თუმცა ახლა ჩვენება შეცვალა და გითხრა, რომ ჩვენის სხვაში გვეშლებოდა. სალამი, ისევ შევხვდით ერთმანეთს. თქვენ როგორც მეთქი მუშაობთ აქ და ბრძანდებით დაცვის თანამშრომელი. ეს საქართველოს ბანკის? მე ეჭობა რომ საქართველოს ბანკის დაცვის თანამშრომელი იყო. აბა ის მთელი დღე არის აკონტროლებთ პერიმეტრს, კონკრეტულად კი იმ სადარბაზოს, სად მუშაობთ? ბატონო, უსაფრთხოება საქართველოს ბანკის უსაფრთხოებაში. საქართველოს მაშინ კორპუსში რატომ დაბრძანდებოდი? მანქანებს თან იქეთ ვაჩერებთ, კი ბატონო. არა, ზევითაც შევხვდით ჩვენ ერთმანეთს დღეს. ბატონო? სართულზე შევხვდით ერთმანეთს და მითხარით რომ თქვენ მანდ ცხოვრობდით. რა ოფისია განთავსებული მეოთხე სართულზე, შარტავა 75 ნომერში. ერთი წამი მოქალაქე ვარ მე, დაგიმტრობ ახლა კამერას. უკაცრავად, ერთი წუთი. შემეშვი რა. ორი დღეა ზედიზედ იქ ხართ და რატომ? აგიხსენებ, ხო მუშაობ მეთქი საქართველოს ბანკში. საქართველოს ბანკის სხვაგან არის და ეს ოფისი სხვაგან არის, გვერდით კორპუსში. არაერთი ადამიანი ტრიალებდა წეღან, მამაკაცები. აი, ცხოვრობენ აქ. აქ იმდენი გავიგე, მაგრამ გუშინ როცა შეგვამჩნიეს ჩვენ და ასევე დღეს მარტო მაშინ ჩამოვიდნენ და თქვენ ხო გაგიჩნდებოდათ ეჭვის აფუძვლიანი? ხა შეიძლება იმ დროს დაემთხვა, რომ ჩამოვიდნენ. ორჯერ დაემთხვა? სამჯერ და ახლა მეც მეორედ შევხვდით დღეს აქ. კი. და კიდევ მაინტერესებს ეს მოძრაობა აღარ არის შეწყვეტეს ნეტო მუშაობა ჩვენი გამოჩენის მერე. ხალხი მოდის და მოძრაობა რატომ შეწყვეტს? არა, მე ვგულისხმობ გუშინ ამ დროს და უფრო გვიანაც ასევე დღეს მთელი დღის განმავლობაში რაც აქ ვიყავით. და უყარაულოთ, აბა რა ვიცი, ძალიან მე მოდივარ და ახალგაზრდები მოძრაობდნენ. საქართველოს ბანკის, აი ეს პარკინგი არის საქართველოს ბანკის ოფისის პარკინგი. აქ იმდენი ხალხი მოძრაობს, იქ ბანკიდან ამოდიან, ეს მაგათი მანქანებია. გადიან მოდიან. შედიან. ბანკში შედიან ამ სადარბაზოდან? ბანკის ოფისია თქვა. სად მუშაობთ? საიდუმლო არის მაინც საქართველოს ბანკში. აი ის ოფისი არის? იქით ხო? და არა ამ კორპუსში მეოთხე სართულზე. აქ არ არის თქვენი ოფისი საქართველოს ბანკის ნამდვილად. ხო, კოლ-ცენტრზე თუ იცით რამე აქ განთავსებულ, იცით არის თუ არა? კოლ-ცენტრი. თაღლითური კოლ-ცენტრი. რა? აი ადამიანებს რო ძარცვავენ, არ იცით კოლ-ცენტრი არასდროს გაგიგიათ ამ ქვეყანაში? არ ვიცი, ორი კვირი ჩამოსული ვარ, სხვაეთიდან შემოგევლე ახლა რა ვიცი რა. აქ
ცხოვრობთ თუ მუშაობთ თქვენ უკაცრავად? მეგობართან ვარ, სპორადად. მოდი და სხვა დაცვის წევრებთან ერთად იყავით და ყველა თქვენი მეგობარია და ყველა აქ ცხოვრობთ? გუშინდელი და დღევანდელი დღისგან განსხვავებით, აქ ახლა ვეღარც ახალგაზრდების მიმოსვლას ნახავს და ვეღარც სავარაუდო დაცვის თანამშრომლებს შეხვდებით. კოლცენტრების სკანდალური საქმეები წლებია თაროზეა შემოდებული. ერთ-ერთი ბოლო ყველაზე ხმაურიანი საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიება საქართველოში მოქმედ კოლცენტრებზე სულ რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა. მასში სტუდია მონიტორისა და აიფაქტის გამომძიებელი ჟურნალისტები, ასევე ფლანგვის დეტექტორის მკვლევრები მონაწილეობდნენ. პროკურატურა მალევე აღძრა საქმე კომპანია AK ჯგუფის მფლობელზე, დირექტორსა და მის თანამშრომლებზე თაღლითობისა და ფულის გათეთრების მუხლით. ოფიციალურად პროკურატურა ამბობს, რომ გამოძიება მიმდინარეობს, დაყადაღდა, როგორც ვიცით, ქონება გარკვეული პირების, იმათი ვისი სახელები და გვარებიც გაჟღერდა და ასევე ვიცით, რომ დატოვა აკაკი ქემხიშვილმა ქვეყანა. ეს ვიცით რუსთავი 2-ის მონათხრობით, თორემ პროკურატურას არ უთქვამს ოფიციალურ ვერსიაში რა მოხდა როგორ. თუმცა ჩვენი ესე წყაროებით ვხედავთ და ვიგებთ ინფორმაციას, რომ თაღლითები, რომლებიც ჩვენ გამოვავლინეთ და მათი სახელები და გვარები გავაჟღერეთ, ისინი კვლავ ქვეყანაში არიან, დიდად დისკომფორტს არ გრძნობენ ამ ფაქტის გამო და გავიგეთ ისიც, რომ კომპანია აგრძელებს ამ საქმიანობას. საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიებით, რომელშიც 32 მედია იღებდა მონაწილეობას, დადგინდა, რომ სუსის შენობიდან 500 მეტრში ქავთარაძის 13 ნომერში მდებარე ოფისში სულ მცირე 85 ადამიანი მუშაობდა. 2022 წლის მაისიდან 2025 წლის თებერვლამდე თაღლითურმა კოლცენტრმა 6100-ზე მეტი ადამიანი გაძარცვა და შედეგად $35 მილიონ მეტი შემოსავალი მიიღო. ბოლო ინფორმაციით, რომელიც შვედურმა ორგანიზაციამ მოიპოვა, თაღლითური კოლცენტრის AK ჯგუფის 14 აგენტი 25 მარტს სპეციალური აპლიკაციის გამოყენებით ისევ რეკავდა მოქალაქეებთან, დაახლოებით 184 ზარი განახორციელეს ერთ ღამეში. ჩვენთვის ცნობილი არის ის, რომ საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიებით გამოვლენილი აგენტები და AK ჯგუფის ხელმძღვანელების ქონებები არის დაყადაღებული, როგორც უძრავი, ასევე მოძრავი ქონება, ბინები, სახლები, ავტომობილები, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ჩვენი ინფორმაციით მათ ბრალი არ აქვთ წაყენებული. შაბათის ფორმულას არქივი არაერთ ჟურნალისტურ გამოძიებას ინახავს, რომელიც ამხელს თუ როგორ ძარცვავენ თაღლითები ადამიანებს. ჩვენ მიერ გადამოწმებული მისამართი მთლიანი სურათის მხოლოდ მცირე ნაწილია. ჟურნალისტებს კიდევ ათობით მისამართი აქვთ, სადაც სავარაუდო უკანონო საქმიანობა ამ დრომდე გრძელდება.